კი ნამდვილად ასეა, მე ვიმყოფები ახლა რიშონ-ლეციონში, თუმცა მოვედი ნახევარსაათის უკან ვიყავ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ვარდნა. როდესაც მივიღეთ სიგნალი, მე რა თქმა უნდა შევეცადე მოსულიყავი დაცულ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი სისტემა, 10 წუთით ადრე მოდის ესემ შეტყობინება, რადგან ჩვენ შევძლებთ დაცულ ოთახებში გადასვლა. ეს სისტემა გვეხმარება თავდაცვისთვის და არის ძალიან კარგი ჩვენთვის ერთ-ერთი დიდი დახმარება. როდესაც ვნახე რომ მოვიდა სიგნალი და მქონდა 10 წუთი, რა თქმა უნდა მოვედი დაცულ ადგილას და ზუსტად იმ ადგილას, სადაც მე ვიყავი და ის გზა გამოვიარე, იქ მოხდა ვარდნა და ძალიან კვამშია გახორი ყველაფერი. ნამდვილად არ ვიცი და არავინ არ იცის, ჯერ არის დაუზუსტებელი ინფორმაცია რა სიტუაცია. მიუხედავად ამისა, მოვკვდება და ითვლება ახლა, რა თქმა უნდა, არიან დაშავებულები თუ არა, მაგრამ აი დაძაბული არის სიტუაცია. ალბათ ეს ყველაფერი რომ შევაფასოთ 1980 წლის მერე არ ყოფილა ესეთი ინტენსიური შეტევები ისრაელსა და ირანს შორის. კი ბატონო, ნათია, იცით რა მინდა გაკითხოთ, აი ბუნებრივია ჩვენ წიმა სტუმარიც ამბობდა, რომ აი ადგილობრივები რაღაცა იმდენად არ ვიცი შეჩვეული რამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ აი ძალიან მომზადებულები არიან თუნდაც ესეთი სცენარისთვის, ესეთი იერიშებისთვის, იგივე საცხოვრებელ სახლებში არის თავშესაფარი, მათ წინასწარ აქვთ მომარაგებული პროდუქტებიც, რომ არ იყოს რაღაცა დეფიციტი აი ამ კუთხით. აი მე თქვენ მინდა კითხოთ, რამდენად გააქვთ ქართველებს ერთმანეთთან ემიგრანტებს კომუნიკაცია, რამდენად ფლობთ ინფორმაციას, არიან თუ არა რაღაცა ისინი უსაფრთხოდ ახერხებს თუ არა ყველა უსაფრთხოდ თავშესაფარში ყოფნას. ვიცით რომ ისრაელის სახელმწიფო ზრუნავს ამაზე შესაბამისი შეტყობინებებით და პირობების შექმნითაც. კი ბატონო, ანუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ჯგუფები, სადაც ერთმანეთს ვეკონტაქტებით. გვაქვს 3 ასეთი ჯგუფი და აბსოლუტურად ხდება ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ყველანაირად ინფორმირებული, მომზადებულები, შეგუებულები, მაგრამ ეს ომს ვინმე შეეგუეს, ეს ცოტა ხმამაღალი თქვამი იქნება დამეთანხმებით, მაგრამ არის მომენტები, როდესაც არის ძალიან გაუსაძლისი, მაგრამ არის მომენტები, რომელიც უკვე ფსიქოლოგიურად ეჩვევი. მაგალითად, ეხლა დღევანდელ სიტუაციას მე რომ გამოვასწარი იმ ადგილს, აი იმ წუთას ჩემი მდგომარეობა რო გენახათ, ვიყავი, რა ვიცი, ძალიან ცუდად. მაგრამ თუმცა მე ისიც ვიცი რომ ყველა ქუჩაში აბსოლუტურად ნებისმიერ ადგილას არის თავდაცვის საშუალება, გვაქვს მამადები, ოთახები, გვაქვს გარეთ როგორც სახლში, ისე არის განთავსებული და ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება შეეფაროს იმ ოთახებში. გარკვეულწილად ადამიანები ჩადიან სადარბაზოებში. ბოლო 20 წელია, რაც ყველა სახლს აქვს მამადი, აქამდე ნაკლებად იყო ეს მშენებლობაში ანუ მიღებული თუ მიზანშეწონილი, არ ვიცი, მაგრამ ბოლო 20 წლის მანძილზე ნებართვა არ გაიცემა მშენებლობის თუ მამადი არ იქნება. ვისაც არ აქვს ის ჩადის კიბეებზე და სარდაფებში აფარებს თავს და ვისაც არა მოკლედ ასე ვუმკლავდებით. არ არის აქ გაუსაძლისი მდგომარეობა ნამდვილად და გვაქვს საშუალება სადღაც წავიდეთ და მოკლედ თავი შევაფაროთ. ქუჩაში არავინ არ არჩებით, ქუჩაშიც არის თავდაცვის საშუალება, იქაც არის როგორც აღნიშნე განთავსებული ოთახები და აქედან გამომდინარე ყველა ემიგრანტმა იცის სად როგორ უნდა მოიქცეს. ყველა ინფორმირებულია სახელმწიფოსგან. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვაქვს ამ ხოვაში. მე პირადად ემიგრანტების 80% ვიცნობ და ზუსტად ვიცი რომ ყველამ იცის და ყველამ იყვება იმ ინსტრუქციას, რასაც ჩვენ ვღებულობთ. რა თქმა უნდა სტრესი არის, მაგრამ ფიზიკურადაც ამ ყველაფერს შეჩოულები ვართ, მინდა გითხრათ. არის რთული მომენტები, არის ნაკლებად რთული, მაგრამ ჩვენ მაგალითად ვიცი 80%-ს რო არ ეშინია და დგას თავის პოზიციაზე და არც აპირებს ისრაელის დატოვებას, როგორც მე, ისე ჩემი ემიგრანტები. ჩვენ ისრაელი გვიყვარს როგორც ომში და ისე ომის იქედაც, ასე რომ ჩვენ ძალიან პალატ ვართ, მინდა გითხრათ. კი ბატონო, და ნათია არ მოგაცდენთ დიდხანს, აი ბოლოს კითხავთ, აი ბოლო ცნობები რა იყო, ვიცი რომ თქვენ შეტყობინებების სახით იღებთ ხომ შესაბამის ინფორმაციას, ეს იქნება გაფრთხილება თუ ასე შემდეგ, თუ შეგიძლიათ გითხრათ რა იყო ბოლო ცნობები, რომელიც მიიღეთ.
კი ბატონო, ბოლო ცნობები იყო ის, რომ მესამე შეტევა დაიწყო ირანის მხრიდან ისრაელზე და 10 წუთით ადრე მოდის ეს შეტყობინება, რა თქმა უნდა, 10 წუთით ადრე მივიღეთ და გადავედით თავშესაფრებში. ბოლო ცნობა არის რაკეტის რაოდენობასა ზუსტად იცია, რამდენი რაკეტა არის გამოშვებული, რამდენ ხანში მოვა არის ბალისტიკური რაკეტები, რომელიც ჩვენთან 13 წუთში აღწევს. და ყველაფერი ვიცით, აბსოლუტურად ინფორმირებული ვართ ბოლომდე და ზუსტად ვიცოდით, რომ დაახლოებით 200 რაკეტა იყო გამოშვებული, 200 რაკეტიდან 7 ვარდნა იყო, 193 რაკეტა გაანეიტრალა ისრაელმა და ეს არის ძალიან დიდი შედეგი და 7 ვარდნა ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტკივილია, სად ჩამოვარ და სად ხორბელ კორპუსს რო დაეცა ვიცი, იმიტომ რომ მე გამოვიარე ის ადგილი და ზუსტად რა მდგომარეობა ვერ გეტყვით, მაგრამ სად ხორბელ კორპუსს მოხდა ერთი ეგ ზუსტად ვიცი.